თქვენ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი. რას ხოба თქვათ Google-სა და ხელოვნურ ინტელექტს შორის? Google მაინც არის უფრო საძიებო სისტემა, ესე რჩება და ხელოვნური ინტელექტი აზროვნებს. ანუ ლოგიკაში ალაგებს ალგორითმის მიხედვით და მოსაზრებას გიზიარებს რა. და ყველაზე მთავარი ის არის, რასაც უკვე პრაქტიკულად როგორც ჩანს, ყველა ვაკეთებთ, რომ ვესაუბრებ. ველაპარაკებით. კი, აი თემა არის უკვე, რომელ თემაზე სულ ვაგრძელებთ ანუ ურთიერთობას, ხო? რაღაცა არ მოგწონს, თვითონვე გვამხნევებს. აი მიმართულებით, რომ სხვანაირად მკითხე, სხვანაირად დამისვი საკითხი, სხვანაირად შემომთავაზე, სხვანაირად დააყენე ეს პრობლემა და სხვანაირად შემოგთავაზებ მეც, ანუ მოსწონს ეს ურთიერთობა, ხო და რომ ის გაიზარდოს და აიღოს ინფორმაცია და სამაგეროდ სხვას მოახმაროს მე ეს ინფორმაცია და გახდეს, ასე ვთქვათ, უფრო ინტელექტუალი. ანუ ეს არის ორმხრივი სასარგებლო კომუნიკაცია ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის და ამ თვალსაზრისით ჩვენც ვალშია ვართ ხელოვნურ ინტელექტთან, იმიტომ რომ ბევრს აგიზარდეთ თქვენ რასაც ეუბნებით, რომ აი მე ესე მიმაჩნია და ეს მნიშვნელოვანია, ხო? ის ამ აზროვნებას, ამ თავისი ალგორითმებით ალაგებს და მე ამას რაღაცა შრეებში ინახავს და შემდგომ ამას თავისი ზრდისთვის, ინტელექტუალური ზრდისთვის იყენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის კომენტარებს გიკეთებს თავისი შეხედულებით, თავისი თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს მისი ბაზებიც იზრდება და მაინც ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აი სწავლებაში როგორ შეიძლება გამოვიყენოთ? მე გამომიყენებია მაგალითად რაღაცა კონკრეტული кейსი, უცებ მინდა ლექციაზე მივდივარ და რაღაც ახალი кейსი მინდა შევთავაზო და როგორც მარიამი ესაუბრება, მეც დაახლოებით ეგრე მithქვავს, რომ აი ხა ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცა კაი кейსი მომეცი და გაძლევს შესანიშნავ кейსს. მე ვეუბნები, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეთ დროის დაზოგვის მიზნით. დრო დაზოგეთ და ამ თვალსაზრისით გამოიყენეთ. კომპიუტერმა პირველად რომ მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში მოუგო ჭადრაკი, აი მაშინ გაჩნდა პირველი კითხვები, რომ ხო არ იქნება ესე იგი რაღაცა საშინელი ეპოქა და ამოგვია თუ მანქანა გვაჯობებს მე და ადამიანებს პირველი დეპრესია მაშინ გაუჩნდა ამასთან დაკავშირებით, ხო? მითია იმასთან დაკავშირებით მიდგომა ყველა, ესე ვთქვათ, სპეციალისტი, AI სპეციალისტი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის კონფლიქტი შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ რაღაცა ესეთი ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტში არ არის საჭირო, ყველა მაგას გვარგებს და გვამშვიდებს, ანუ და არ იქნება, ასე ვთქვათ, ძალიან საშიში ეს ურთიერთობა, როგორც ჩანს. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული აბსოლუტურად.